საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს უყურებს ბოლო დროს როგორც მტერს, არ ვიცი რამდენად მეთანხმები. ივანიშვილის რეჟიმი იყო მზად ურთიერთობისთვის, მაგრამ არ იყო მზად იმისთვის, რომ საქართველოს ყოფილიყო ევროკავშირის ნაწილი. კრემლს სჭირდება კონტროლი უკრაინის და საქართველოსის. უკრაინაში ამ კონტროლის მიღწევას ცდილობს ბომბებით, ტანკებით და ასე შემდეგ და საქართველოში ამას აღწევს ივანიშვილის რეჟიმის საშუალებით. მაგრამ მოვიდა რომ საქართველოს თუ არ ჩაერთვება ომში, დასავლეთი ვერ ასრულებს რუსეთთან ომს, ვერ უგებს. ჩვენ ყოფილვართ გადამწყვეტები. გლობალური ომის პარტია მე მგონი უკვე აღარავის ახსოვდა და გააცოცხლეს გლობალური ომის პარტია. საქართველოს აღარ ექნება უვიზო მიმოსვლა, თუ ივანიშვილი იქნება ერთპიროვნული მმართველი. ევროკავშირის კომპეტენცია საერთოდ არ არის ან გეიქორწინება. ეს არის ეროვნული კომპეტენცია. ევროკავშირში ქვეყნები თავად წყვეტენ. ერთსქესიანთა ქორწინება იყოს დაშვებული თუ დაუშვებელი. მათი შვილები სწავლობენ პირველ რიგში ევროკავშირში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. აღარ ჩამოვთვლი სახელებს და გვარებს. ხო, თუ ეს ასეთი საშიშია, რატო თავის შვილებს არ მოაშორებენ ევროპას? ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად გაუქმდება უვიზო მიმოსვლა. ჩვენ თუ გამოვალთ ძალიან დიდი რაოდენობით, ჩვენ თუ მზად ვიქნებით, რომ ყველაფრის ფასად დავიცვათ ეს მიღწევა, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის, არავინ არაფერს არ გააუქმებს. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტკალაკი. და დადგა ის დღე, როდესაც ევროკავშირმა გითხრა, რომ შეიძლება უვიზო მიმოსვლა შეგვიჩეროს. როგორც იცით, ეს პრივილეგია ევროკავშირმა რამდენიმე წლის წინ მოგვანიჭა. პრივილეგია იყო, იმიტომ რომ სხვა არც ერთ ქვეყანას ასეთი შესაძლებლობა რეგიონში არ ჰქონდა. უვიზო მიმოსვლა არ აქვს სომხეთს, არ აქვს თურქეთს, არ აქვს აზერბაიჯანს, არ აქვს რუსეთს. ანუ ამ ქვეყნის მოქალაქეებს არ შეუძლიათ ევროკავშირში უვიზოდ იარონ. ჩვენ შეგვეძლო. ამიტომ იყო ეს პრივილეგია. ეს პრივილეგია მოგვანიჭეს, იმიტომ რომ ჩვენ მაშინ ვატარებდით რეფორმებს. მივდიოდით დემოკრატიისკენ, მივდიოდით ევროპისკენ. მაგრამ როგორც იცით, ეს ვითარება შეიცვალა და შესაბამისად შეიცვალა ევროკავშირის დამოკიდებულებაც. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას ვითარების გამოსასწორებლად ვადა 31 აგვისტომდე მისცა. თუმცა როგორც საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების კომენტარებიდან ირკვევა, ისინი არაფრის გამოსწორებას არ აპირებენ. პირიქით, შეტევაზე გადავიდნენ და ევროკავშირს შანტაჟი ადანაშაულებენ, ადარებენ საბჭოთა კავშირს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება გიორგი რუხაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, რომელთან ერთად ვისაუბრებთ შექმნილ ვითარებაზე და იმ პროპაგანდაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან მიმართებით ეწევა. მოგესალმებით გიორგი, მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. დღეს ვისაუბრებთ ევროკავშირისა და საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობაზე. იმიტომ რომ სპეციფიკური ურთიერთობა ჩამოვუყალიბდათ და მეთანხმდები ევროკავშირთან. საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს უყურებს ბოლო დროს როგორც მტერს. არ ვიცი რამდენად მეთანხმები, 100-ია თუ არა, ანუ აქამდე ითვლებოდა რომ იყო ის ჩვენი მეგობარი, მაგრამ 2022 წლიდან მოყოლებული, აი კანდიდატის სტატუსის მოცემიდან მოყოლებული, თითქოს მაშინაც რიტორიკა ასეთი ჰქონდეს, რომ სპეციალურად ჰქონდათ, რომ სპეციალურად შემოგთავაზეს კანდიდატის სტატუსი, რომ მე არ მოგვცე და რაღაცა და ნუ ეხა უვიზოზე რო დაიწყო საუბარი, რომ შეიძლება შეგიჩეროთ, თავიდან დაიწყო შტურმი და განცხადებები და ასე შემდეგ და აი რატო არის ევროკავშირი მტერი ამათვის შენი აზრით? თუ იქნებ არ მეთანხმები და არ ფიქრობ ასე. გეთანხმები, კი. სწორედ ზუსტად ასეა. დამოკიდებულება, რიტორიკა, პოლიტიკა ევროკავშირის მიმართ ზუსტად ისეთია ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, როგორც მტრულად განწყობილი ქვეყნის ან გაერთიანების მიმართ. და იმაშიც გეთანხმები, რომ ეს ყველაფერი დაახლოებით 3 წლის წინ დაიწყო. მე მანამდეც ხედავდი ამ ნიშნებს და მანამდეც ვსაუბრობდი ამაზე ხმამაღლა. თუმცა მანამდე შეუიარაღებელი თვალით ეს არ ჩანდა. ანუ მანამდე ნახე როგორი პოლიტიკა ჰქონდათ პირიქით და ყველაფერი და DCFTA-ის ასოცირების ხელშეკრულებაზე ბევრი იმუშავეს თვითონაც. იქედანაც აქებდნენ, აქედან მადლობებს უხდიდნენ, შალახო დაუკრეს. კი, მაგრამ გეტყვი აქ დეტალებს გახსოვს, აქ დიდი ზეიმი მოაწყვეს ასოცირების ხელშეკრულებაზე, მერე უვიზოზე და ანუ თითქოს პირიქით სულ მადლობები და წინ მივდივართ ევროკავშირში და უცებ მოულოდნელად მაგრამ არ იყო ეგ მოულოდნელად და გეტყვი რატო იყო ეგ ამბავი. შენ რასაც ამბობ, ეგ ყველაფერი მართლა ასეა. როდესაც საქმე იყო ასოცირების ხელშეკრულებაზე, ურთიერთობაზე, ხო,
აქ პრობლემა არ ქონდა ივანიშვილის მაშინ რეჟიმი ალბათ არ იყო, მაშინ არჩეულ ხელისუფლებას, ხო? მაგრამ როდესაც ევროკავშირმა გადაწყვიტა გაფართოება აღმოსავლეთით და საქართველოს აღიქვა როგორც არა პარტნიორი, მხოლოდ არამედ მომავალი წევრი, აი იქ შეიცვალა ყველაფერი. იმიტომ რომ ივანიშვილის რეჟიმი იყო მზად ურთიერთობისთვის, მაგრამ არ იყო მზად იმისთვის, რომ საქართველოს ყოფილიყო ევროკავშირის ნაწილი. ეს ბუნებრივია რუსეთთან არის კავშირში და ბუნებრივია მათ გეგმასთან, რომ მუდმივად შეენარჩუნებინათ ძალაუფლება. შესაბამისად ეს ყველაფერი ფიქრობდა, რომ რუსეთი არ გაგვიბრაზდება ახლა ვიზა ლიბერალიზაციის გამო, ასოცირების ხელშეკრულების გამო, მაგრამ აი წევრობის გამო შეიძლება გაბრაზდეს. რა თქმა უნდა, რა თქვია და თან ეგ მანამდე ევროკავშირი არც განიხილავდა საქართველოს როგორც მომავალ წევრად და თუ ჩავიხედავთ კარგად არც ასოცირების ხელშეკრულებაში, არც უვიზო-მიმოსვლის ხელშეკრულებაში და არც თავისუფალ ვაჭრობაში იქ არსად არ ჩანს და არ წერია, რომ საქართველოს ოდესმე გახდება ევროკავშირის წევრი. შესაბამისად, ეს იყო უბრალოდ, ასე ვთქვათ, ურთიერთობა სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი, რაც ევროკავშირის სხვა ქვეყნებთანაც აქვს, ოღონდ როგორც კი და ბუნებრივია ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან და ამის შედეგად უკვე გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილებასთან, შემდეგ უკვე ევროკავშირმა საქართველოს, მოლდოვაც და უკრაინაც აღიქვა არა როგორც მეზობლები უბრალოდ, არამედ როგორც მომავალი წევრები. ანუ ევროკავშირმა რუსეთის აგრესიის საპასუხოდ გადაწყვიტა გაფართოებული. ანუ ასე პოლიტიკურად ესეთი პასუხი გაეცა რუსეთს. კი ბატონო, ასე ხდებოდა სულ, რა ქვია, ევროკავშირის გაფართოება, ეხლა ცალკე არ მგონია მაგის დრო გქონდეს, რომ ეგ ისტორია მოუყვე, როგორ ფართოვდება ეს იყო გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება. დიახ, ეს იყო გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან, რომ მან იმ მეზობლებს, რომლებსაც მანამდე ის უყურებდა როგორც უბრალოდ მეზობლებს და კარგ პარტნიორებს, უკვე მომავალში, რა თქმა უნდა, აქეთან მხრიდანაც თუ სურვილი ექნებოდა, შეეხედა მათთვის როგორც მომავალი წევრებისთვის და ამას უკავშირდებოდა სწორედ კანდიდატის სტატუსიც, მანამდე პერსპექტივის მინიჭებაც და რომ ლაპარაკი რო იყო, რომ კობახიძე მაშინ ამბობდა მახსოვს და ჰარიბაშვილი, რომ იცი რა, აი ჩვენ ევროკავშირი გვატყუებს და არ უნდა რომ მოგვანიჭოს რაღაცა. ხო, ანუ მათ უნდათ სწორედ ეს, მათ ინტერესებში იყო, რომ ეს არ მომხდარიყო. და ყველაფერი გააკეთეს. რუსეთის შიში იყო თუ უბრალოდ ის რომ ახლა ევროკავშირის წევრობა უკვე სხვა ღრმა რეფორმების გატარებას ითვალისწინებს. ორივე. იმიტომ რომ ახლა DCFTA რაღაც ეკონომიკურ რეფორმებს ითვალისწინებს და პრობლემა არ ქონდათ, ვიზა ფრი ითვალისწინებდა რაღაც, ხო, ახლა საზღვრის თემას და ასე შემდეგ და ერთი ანტიდისკრიმინაციული კანონის თემა იყო და ის ძალით მიაღებინა ივანიშვილმა თავის უმრავლესობას და მაგრამ აი უკვე წევრობა ითვალისწინებს სასამართლოს რეფორმას, დემოკრატიას, თავისუფალ არჩევნებს და ასე შემდეგ და თუ ამ რეფორმების შიში უფრო იყო ვიდრე რუსეთის. ორივე. რა თქმა უნდა, ეს როგორც წეგან თქვი, ორი კომპონენტი იყო აქ. ერთი იყო რუსეთის კომპონენტი და მეორე იყო ძალაუფლების მუდმივად შენარჩუნების კომპონენტი. რაც საქართველოს, ანუ კანდიდატის სტატუსის შემდეგ და ყველა იმ მოთხოვნის შესრულების შემდეგ, რომელიც ევროკავშირმა დაგვიყენა და რაც მთავარია ჩვენთვისვე იყო მნიშვნელოვანი და კარგი. იმიტომ რომ თვითონ ევროკავშირი აქედან დიდ არაფერს არ იღებს. ქვეყანა იღებს აქედან ძალიან ბევრ სიკეთეს, როდესაც ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ტარდება, როდესაც სასამართლო დამოუკიდებელი და თავისუფალია, როდესაც კანონი კანონობს და აი ესეთ დრაკონულ კანონებს, რომელიც ეხლა მიიღო ივანიშვილის რეჟიმმა, ევროპული სტანდარტი არ ითვალისწინებს და არც მიგაღებინებდა, ხო? ეს პირველ რიგში ქვეყნისთვის და ხალხისთვის იქნებოდა კარგი, მაგრამ ამის გარეშე ბუნებრივია ევროკავშირთან წევრობის კონტექსტში წინსვლა გამორიცხულია. რა თქმა უნდა, ესეც პრობლემა იყო ივანიშვილისთვის, იმიტომ რომ იმ ფორმით მართვა, რა ფორმითაც დღეს საქართველოს იმართება, შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან და ევროკავშირთან და რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის ინტერესი, იმიტომ რომ თუ ვინმეს გონია, რომ რუსეთს საქართველოში სხვა ინტერესი აქვს და უკრაინაში სხვა, ძალიან ცდება. ზუსტად ერთი და იგივე ინტერესი აქვს რუსეთს. უბრალოდ ხა უკრაინას სავაჭრო ურთიერთობის ისიც არ მისცა. დიახ, არა, მისცა რა, ანუ უკრაინელებმა მოიპოვეს ის. ხო, რევოლუცია დაჭირდა. ხო და არა, უბრალოდ რას ვამბობ, იცი რომ მას კრემლს სჭირდება კონტროლი უკრაინის და საქართველოსის. უკრაინაში ამ კონტროლის მიღწევას ცდილობს ბომბებით, ტანკებით და ასე შემდეგ და საქართველოში ამას აღწევს ივანიშვილის რეჟიმის საშუალებით.
ანუ ზუსტად ერთი და იგივე ამოცანა არის. ხო, შესაბამისად ეს არის. კი, ორივე გეთანხმები, ორივე საკითხი გახდა მნიშვნელოვანი ივანიშვილისთვის. ძალაუფლების შენარჩუნება და დემოკრატიული რეფორმების არ გატარება, რომელიც მას აღარ მიცემდა ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას და რა თქმა უნდა რუსული ზეწოლა, იმიტომ რომ რუსეთის პოლიტიკა არსად არ მიდის. კი ბატონო, თუმცა ივანიშვილის ხელისუფლება ამას აწყვეს თავის ამორჩევლებს განსხვავებულად. ის ეუბნება, რომ აქ სინამდვილეში ეს ურთიერთობა გაფუჭდა არა იმიტომ, რომ რაღაც რეფორმებს თხოვდნენ, არამედ იმიტომ, რომ ომში ჩართვას თხოვდნენ. ეს თემა 2022-ში იყო აქტუალური და 23-ში და ასე შემდეგ სულ, მაგრამ ბოლო დროს თითქოს მიწვა 3 წელი ომი გრძელდება და ცოტა უცნაურად გავიყო, რომ 3 წელია საქართველოს თხოვენ ომში ჩართვას და თურმე უკრაინაში ვერ იმარჯვებს დასავლეთი, იმიტომ რომ საქართველოს არ ჩაერთო ომში. დაახლოებით ასე გამოდის. მაგრამ ეხლა როგორც კი უვიზოზე დაიწყო საუბარი, ეს თემა ისევ გააცოცხლეს. მიუხედავად იმისა, რომ 2 დღის წინ მამუკა დინარაძემ იმედის ეთერში თქვა, რომ ბოლო დროსო შეწყდაო ომში ჩართვას აღარ გთხოვენ, იმიტომ რომ ხო ლოგიკურია ხო ეხლა რაღაცა თეორიულად შეიძლება ვიღაცამ დაიჯეროს, რომ ომის დასაწყისში ვიღაცას გაუჩნდა იდეა, რომ იქ მეორე ფრონტი ხوار გავხსოვთ. ეხლა 3 წელი გავიდა და 3 წელი ომი მიმდინარეობს და 3 წელი საქართველოსზე თუ ხარ დამოკიდებული, ხო სიგიჟია ეგა და ლოგიკურად ასეც უნდა ყოფილიყო, რომ ეთქვათ, რომ მაშინ ვთხოვდნენ და ეხლა იმ დღეს აღარ ვთქვა ეს თქვა დინარაძე, მაგრამ როგორც უვიზოს და გამოვიდა კობახიძე და ესო თავიდან განახლდა დიდი ძალით საქართველოს ომში ჩართვის ცდილობა. ანუ რა გამოვიდა, რომ საქართველოს თუ არ ჩაერთვება ომში, დასავლეთი ვერ ასრულებს რუსეთთან ომს, ვერ უგებს. ჩვენ ყოფილვართ გადამწყვეტები. არ ვიცი, ხო სხვა რითი შეიძლება ახსნათ მათი ლოგიკა, ასე ვთქვა. რას ემყარება ეს? ანუ აი ფანტასტიკურად ახსენი, რამდენად აბსურდულია ეს რიტორიკა და ეს პროპაგანდა. და ეს რა თქმა უნდა ტელემაყურებელს უნდა უთხრათ, რომ პირველი ეს არის ტყუილი და საქართველოს ომში ჩართვას არავინ არ ცდილობს, განსაკუთრებით ევროკავშირი, რომელიც თავისი არსით მშვიდობის პროექტია და მეორე, ახლა როდესაც მილიარდობით ევროს და მილიარდობით დოლარს დებენ შენ ქვეყანაში, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურა გაგიკეთონ, იმიტომ რომ წყალგაყვანილობა გაგიკეთონ, იმიტომ რომ რაღაცა უკეთესი ქვეყანა იყოს და მერე რატომღაც გადაწყვეტენ, რომ ეს თავის ჩადებული ფული აიღონ და თავის ხელით დაანგრიონ, იმიტომ რომ საქართველოს ომში ჩართვა. დაანგრიონ ერთია და მეორე ახლა თვითონ ამბობს საქართველოს ხელისუფლება, რომ 2 დღეში დაგვიპყრობს რუსეთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აგერ ტანკია 40 კილომეტრში, ახლა წარმოიდგინე ჩვენ რომ მართლა დაგვეწყო რაღაც ოპერაცია აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში, ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება მართლა ერთ კვირაში თბილისი დაგვეკარგა. და ანუ ეს დასავლეთს რაში უნდა აწყობდეს თავისი მოკავშირე, მაშინ ხო მოკავშირე ვიყავით დასავლეთის, კავკასიაში ერთადერთი მოკავშირე ვიყავით, ან სომხეთი მაშინ არ იყო მოკავშირე 2022-ში, რუსეთის მოკავშირე იყო, აზერბაიჯანის საერთოდ თავისი ერთადერთი მოკავშირე დაკარგოს და რუსეთს გადაულოცოთ. ხო ხა ჩვენი ომში ჩართო ხომ მას ნიშნავს, რომ საქართველოს უნდა აეღო, დაეპყრო რუსეთს და საქართველოსაც დაკარგავდა რუსეთი და აი რა ლოგიკა არის დასავლეთის გადმოსახედიდან, რომ ერთი მოკავშირე გყავს და იქ ომი გააჩაღო და მერე დაკარგო. ხო, რა თქმა უნდა, აქ არანაირი ლოგიკა არ არის და იმიტომ ვამბობთ, რომ ეს არის აბსოლუტურად აბსურდული. ოღონდ პროპაგანდას ლოგიკა არ ჭირდება. ანუ ლოგიკა ჭირდება მე და შენ რომ რაღაც დავიჯეროთ. მაგრამ იმ ადამიანებს, რომელზეც გათვლილია ეს პროპაგანდა, მათ არ აქვთ აი ბოლო 3 დღის წინ რომ გაეროს კვლევა დაიდო, ხო, რომ სტუდენტების 1/4-ს უჭირს სიმართლისა და ტყუილის ერთმანეთისგან გარჩევა. უჭირთ არგუმენტებით რაღაცა იდეის დასაბუთება. უჭირთ წაკითხულიდან და მოსმენილიდან აზრის გამოტანა. 1/4 სტუდენტების. და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა იმ ხალხს, რომელსაც უმაღლესი განათლება საერთოდ არ აქვს. იმას ხო უფრო მეტად გაუჭირდება ეს ყველაფერი. და შესაბამისად ამ ადამიანებისთვის არგუმენტის მნიშვნელობა არ აქვს. ამ ადამიანებისთვის მნიშვნელობა აქვს, ასე ვთქვათ, გზავნილებით დაბომბვას, რაც აი დაახლოებით თუთიყუშს რო ასწავლი რაღაცას. ხო ყოლია თუთიყუში, აი მე მყავდა თუთიყუში და რასაც უსმენდა იმას იმეორებდა. იმ პერიოდში რაღაცა ვერთვებოდი ტელევიზიებს, ტელევიზორი მუდმივად ჩართული მქონდა პოლიტიკაზე საუბრობდი და თუთიყუში ამბობდა მაჟორიტარი დეპუტატი, ევროინტეგრაცია, ეგეთ რაღაცებს იმეორებდა. ექსპერტი გამხდარა. კი. ხო, ანუ რატო? იმიტომ რომ 5 წლის განმავლობაში ისა მე როგორც ევროკავშირის ექსპერტი და აი ამ რაღაცებს რო ვიმეორებდი, იმ ევროკავშირი იმეორებდა ევროინტეგრაცია, მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტი, ყველაფერი იცოდა რა. და შესაბამისად, აი ზუსტად აი ამ ლოგიკით ქართული ოცნება ცდილობს, რომ
ანუ აი თუთიყუშის როლში მყოფი ადამიანები, რომელსაც ანუ არც არგუმენტირების საშუალება აქვს, არც ბოლომდე სრულფასოვნად დააზროვნების, აი ეს ადამიანები დააზომბიროს აი ასეთი ისტორიებით, როგორც ახლა შენ მოყევი, იმიტომ რომ ძალიან ძნელია რომ ეს მართლა დაიჯეროს ადამიანს, ხო? მაგრამ პროპაგანდა ამაზე არ მუშაობს. ვიღაცამ შეიძლება დაუშვას, რომ აი იქ იყო რაღაც ცხელი თავები, როგორც ეძახიან დასავლეთში, რომელსაც თქვენს, რომ აი ომის დასაწყისში, რომ აი იქნებ შეუჩხიკინოს საქართველოს, არ ვიცი, ეხა აი და ამის შეიძლება სჯეროდეს ადამიანს, მაგრამ და წარმომიდგენი რომ ამის გჯერა რაღაც დონეზე, რომ აი ვიღაცას დასავლეთში შეიძლება დაუშვას თეორიად, ეგ ცხელი თავები იყვნენ და საქართველოს თუ შეუჩხიკინებს, იმიტომ რომ ეხა დანილოვმა და ვიღაცებმა ხმამაღლა თხოვეს, ხო, უკრაინის წარმომადგენლებმა ეგ რომ აი საქართველოს მეორე ფრონტი გახსნას და ასე შემდეგ. გასაგებია, ეს არ ნიშნავს რომ ან ევროკავშირს უდოდა ეს ან ამერიკის შეერთებულ შტატებს, ან თუ გინდათ უკრაინას. მაგრამ ამას თუ დაუშვებ, კი, მაგრამ ეხა ის რომ 3 წელია ჩვენ გვეხვეწებიან ომში ჩართვას, ანუ ერთხელ ხო უთხარი უარი და ისინი არა 3 წელია გვემუდარებიან და კი არ გვემუდარებიან ეხა ცდილობენ რომ ჩვენი სულება დაამხონ ამის გამო რომ იმიტომ ჩვენი ომის გარეშე არ გამოდის არაფერი რა. კეთი. ეხა უფრო სიღრმეში თუ წავალთ და აუხსნით მართლა აბსურდულობას ამ გზავნილისას, შეგვიძლია ძალიან მარტივი მაგალითები მოვიყვანოთ, ხომ? აი მაგალითად მარტო ომში ჩართვაზე არ არის, ხო? აი ბოლო 3 დღეა თუ 4 დღეა მას შემდეგ რაც ევროკომისიამ წერილი გამოაგზავნა, ხო, საქართველოს ივანიშვილის რეჟიმის რამდენიმე მაღალჩინოსანს. და პირდაპირ უთხრა, რომ აი აგერ არის შესასრულებელი ასე ვთქვათ, მოთხოვნები 8, ამას გააკეთებთ. შეგინარჩუნდება თუ ვიზო მიმოსვლა, არ გააკეთებთ, მაშინ ვიფიქრებთ, რომ დაკარგავთ, იმიტომ რომ ქვეყანა აღარ იმსახურებს ამას. აბსოლუტურად ლოგიკურია და წამოვიდა ნიაღვარი, როგორც თქვი, გაიხსენეს. აქამდე მინელებული იყო ეს გლობალური ომის პარტია, მე მგონი უკვე აღარავის ახსოვდა. და გააცოცხლეს გლობალური ომის პარტია, ხო? და რასაც ამბობ რომ კი, ანუ მდინარაზე 3 დღის წინ რასაც ამბობდა, ეს იყო პროპაგანდის ლოგიკური გაგრძელება. რომ ომში ჩართვას აღარ გთხოვენ, მაგრამ ეხლა გთხოვენ რომ თურმე გადავკეთდეთ, კაცები გავხდეთ ქალები და ქალები გახდნენ კაცები. ანუ რა თქმა უნდა ეს იქიდან მოდიოდა რომ ანუ ეხლა მთელი მსოფლიო ცდილობს რომ ომი გააჩეროს, ხო? ტრამპიდან დაწყებული, დამთავრებული ევროპელი ლიდერების ჩათვლით ისინი ცდილობენ რომ როგორღაც ომი გააჩერონ და არა ლოგიკურია, ბუნებრივია რომ ეხლა თუ ყველა ომის გაჩერებას ცდილობს, საქართველოს ჩართვა ვიღაც ჭირდება, ხო? მაგრამ უყურე რა ხდება ეხლა კობახიძემ უკვე გადაწყვიტა, არ ვიცი ეხლა ვის მოეთათბირა, არ ვიცი, რომ მაქსიმალურად მთელი აქამდე ყველა ტყვია რაც ქონდა, ყველა დაახარჯა. რაც ქონდა, აქამდე რა მომზადებული ეს ტვინი გამრუდებულები რაც არის, ამ ტვინებს თავიდან მიაწოდა ეს ნარკოტიკი. ხო, ახლა მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არის ეხლა ორმაგი გზავნილი რა, ანუ ასე დააყენეს საკითხი, რომ ანუ ვიზო მიმოსვლა ან სტაბილურობა და მშვიდობა, ხო, აი და ესე სასწორზე ესე დადეს. და მეორე არის რომ ანუ ვიზო მიმოსვლა და ან LGBTQI-ის ასე ვთქვათ გაფართოება საქართველოში და აი ეს რაღაც სრული სისულელე რომ ახლა მეტი არგუმენტი აქვს, იმიტომ რომ იმ კომისიის წერილში პირდაპირ წერია რომ ის რაღაცა ოჯახის სიწმინდის კანონი გააუქმეთ და ამაზე ააგეს ეს პროპაგანდა. გავიგე, მაგრამ ანუ ყოველ შემთხვევაში ის მოგეთ ესე დავიწყოთ. ეს კანონი ხო ახალი კანონია. სინამდვილეში მიიღეს, რა ვიცი, 6 თვის წინ მიიღეს, ხო? ეს კანონი და უბრალოდ რა მაინტერესებს, იცი რომ 1 წლის წინ ოჯახურ ღირებულებებს დაცვა არ ჭირდებოდა? არა, დაცვაზე არ არის საქმე. მე ეს კითხვა გამიჩნდა, რომ სანამ ამ კანონს მიიღებდა ოჯახურ სიცოცხლის შესახებ, ანუ ჩვენ შეგვეძლო რომ ვისულიყავით იუსტიციის სახლში და მოგვეთხოვო რომ ქალა ჩამწერდა და ჩამწერდნენ? ხო, რა თქმა უნდა, არ ჩაგდე ჯერტი, იმიტომ რომ ჯერტი კონსტიტუცია ისედაც კრძალავს ამას, ხო? კონსტიტუციაში ისედაც ჩაწერეს რომ არის ქორწინება ქალისა და კაცის. ანუ ეს კანონი სინამდვილეში ხო იმისთვის მიიღეს, რომ ჯერტი საარჩევნოდ რაღაცა ქულები დაეწერათ ამ ხალხში, მაგრამ თავარი ჩემი აზრით ატომაც ეს კანონი მიიღეს თან დაარქვეს ესეთი სახელი ოჯახური სიწმინდის და რაღაც პროპაგანდის შესახებ, რომ ზუსტად იცოდნენ რომ ევროკავშირი ამაზე შენიშვნას მოგცემდა და მეორე კარგი სათქმელი ექნებოდა აი ევროკავშირი ოჯახურ სიწმინდესებს. მარტო ამისთვის არ, იმიტომ რომ ამ კანონამდე არც ქალად დაგწერდა ვინმე თუ კაცი იყავი და არც კაცად დაგწერდა თუ ქალი იყავი, ხო ეხლა? მეტიც, ანუ თუ ეს ყველაფერი უვიზო მიმოსვლასთან კავშირში იყო, მაშინ რაღა ეხლა ავყვირდით ამაზე. როცა მოგცეს ეს უვიზო მიმოსვლა, მაშინ მე უარი უნდა გვეთქვა.
ხო? იმიტომ რომ ან მაშინ უარი კი მაშინ არ გთხოვდნენ და მე მოგთხოვდნენ თუ როგორ იყო? მაშინ უარი კი არ თქვით 2017-ში რო გვითხრეს რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონიდან მიიღოს რა თავისი შინაარსით ეს არის ხო რომ LGBTQ ადამიანების უფლებების დასაცავად არის ანტიდისკრიმინაციული კანონი. არა მარტო, მაგრამ მათ შორის კი. ეგ მოგთხოვეს და ამ კანონის გასატანად ივანიშვილად დაუპირისპირდა თავისი უმრავლესობის წევრებს ცხონებული სოსო ჯაჭოლიანი უარს ამბობდა და პირადად ივანიშვილმა მოახდინა მასზე ზეწოლა. ეს კანონი ერთადერთი ვიზას ვერ მოახდინა, მე მგონი ზეწოლა და ხმა არ მისცა, იყო ისა გედი ფოფხაძე. ბოლომდე მას თავის ადგა არ მიცემ მაგანოს ხმასო და დანარჩენს ძალით მიაცემინა ხმა. წარმოიდგინე საპატრიარქო იყო წინააღმდეგ, თუ კარგი კანონი იყო ეს ანტიდისკრიმინაციული, მათი გადმოსახედიდან თუ კარგი კანონი იყო ამ კონსერვატორებიდან და საპატრიარქო რატო იყო წინააღმდეგ. საპატრიარქოს კი ფეხებზე დაიკიდა. და მიაღებინა ეს LGBTQ ადამიანების დამცავი კანონი. იმიტომ რომ მაშინ ასე ჭირდებოდა. კი, თან არ დაგვაუწყეს რომ მაშინ კონსერვატორები კი არ იყვნენ, სოციალისტები იყვნენ. ხო და ანუ უბრალოდ რას ვამბობ, უყურეთ, ანუ რა თქმა უნდა, მივდივართ იქამდე რომ ლოგიკურად ეს ყველაფერი უბრალოდ სიგიჟეა, სისულელე, აი ბოდვაა, რასაც ქვია, და ამის ახსნა გვიწევს. და კიდევ ერთხელ ვამბობ, მაშინ რა ქვია, ანუ 2020 წელს რატო არ ვთქვი, თუ არის უვიზო მიმოსვლაზე საერთოდ. თუ მშვიდობას უქმნიდა საფრთხეს, თუ რავი ჩვენ შვილებს რყვნიდა რაღა ეხლა მაინდა-მაინც, ხო? ან ერთი წლის წინ რატო არ დადგა ეს საკითხი? და მე უბრალოდ რა არ მესმის, იცი რომ თუ ასე საშიში არის, თვითონ საქართველოს ხელისუფლებამ, ივანიშვილის რეჟიმმა სამხრივად საქართველოსაც შეუძლია ეს სამხრივად გააუქმოს. ხო და რატო არ გააუქმა აქამდე? საქართველოს როგორ ახლა იმათ გადასაწყვეტია. არა, ორმხრივი ხელშეკრულება, ანუ შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება არის ორ სუბიექტს შორის შეთანხმება. და თუ რომელიმე სუბიექტი არ ეთანხმება, ეს ისედაც არ გამოვა. მაგ ამბავს მაშინ არ გამოვრიცხა, იმიტომ რომ ესენი ყოველთვის დასწრებაზე თამაშობენ ახლა. 28 ნოემბრის განცხადებას ხო ეგ იყო, რომ სანამ ისე უარს გვეტყენოთ, ჩვენ თვითონ ვაჩერებთ. და რეალურად რასაც აკეთებენ. კი, რასაც მივიდა იქამდე საქმე რომ რეალური საფრთხე გამოჩნდა რომ გამოჩნდა, კი. ხო, შეიძლება ადგენენ და ანუ ჯერ შეეცდებიან რომ ასე ვთქვათ ევროკავშირს ათქმევინონ უარი თვითონ. და რაც რეალურად ხდება, ანუ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ევროკავშირს სხვა გზა არ დარჩეს და შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა. მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა, ის თავად შეეცდება, მე რაღაც ისეთი გააფუჭოს თუ არა და თვითონ პირდაპირ გზით გააკეთოს ეს ყველაფერი რა. იმიტომ რომ რეალურად ნამდვილად ასეა, რომ ქართულ ოცნებას უვიზო მიმოსვლა უკვე შეჩერებული აქვს პრაქტიკულად. ანუ მაღალჩინოსნები, დიპლომატიური პასპორტის მქონეები, სამსახურეობრივი პასპორტის მქონეები და სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ეს ისეთი გავრცელებული გახდა, რომ რა ვიცი, ქართული ოცნების ოფისის დამლაგებელს აქვს დიპლომატიური პასპორტი რა და შესაბამისად მათთვის უვიზო მიმოსვლა უკვე გაჩერებულია. შესაბამისად ეხლა რასაც ვხედავთ, ეს არის დანარჩენი მოქალაქეების დასჯის ცნობა. ბევრს ეგ უკმაყოფილება გაუჩნდა, რომ რატომ უნდა დასაჯოს ახლა ევროკავშირმა მთელი ქვეყანა, მაგრამ იყოს ისეთი, რა ქვია, სანქციები კონკრეტული ჩინოვნიკების წინააღმდეგ. მან სხვადასხვა ლოგიკური კითხვაა, მაგრამ ეს ორი რაღაცა ერთმანეთს არ გამორიცხავს. თარგეტირებული სანქციები, რა თქმა უნდა იყოს და ძალიან ცუდია, რომ აქამდე ევროკავშირმა გაერთიანება ამ საკითხზე ვერ მოახერხა და მე მგონი ყველასთვის გასაგებია რატომაც, ხო? რომ იქ რაღაც ივანიშვილის მოკავშირე ორბანი ხან ფიცო ბლოკავს ამ ყველაფერს. მაგრამ ეს უბრალოდ დროის საკითხი იქნება დარწმუნებული ვარ და რაღაც მომენტში. იმიტომ რომ ეხლა მაგალითად რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ ბლოკავს. ხო, ანუ ასე იგი მეტი ზეწოლა არის საჭირო და როცა ეს მეტი ზეწოლა იქნება, მე აღარც ბიზნეს სანქციებს დაბლოკავს. ან მეორე ვარიანტია, რომ როდესაც ევროკავშირი მივა იმ დასკვნამდე, რომ ბიზნეს წინააღმდეგ სანქციები ნაწილი უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების, ამ შემთხვევაშიც ისინი აღმოჩნდებიან სანქციების ქვეშ. მაგრამ ამ ყველაფერს რო თავი დავანებოთ ერთი წუთით და დავინახოთ, რომ დღეს საქართველოს როგორი ქვეყანაა. საქართველოს არის ერთპარტიული ქვეყანა, ყავს ერთპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ლიდერების უდიდესი უმრავლესობა ციხეში შედან, 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ყავს, ადამიანებს რაღაც დრაკონული კანონებია მიღებული, რომელსაც ევროპასთან არც კავშირი აქვს და მეტიც წინააღმდეგობაში მოდის, ადამიანები ზოგიერთ თავს იკლავს, რეჟვაძეს გულისხმობ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს რომ შემოგვასაღოს, ან კლავენ ბაჩიაშვილს სიკვდილამდე ცემენ ლამის ციხეში, იმიტომ რომ ივანიშვილს მისი ბიტკოინები უნდა, რომელიც მანამდე დუბაიდან თუ საიდანღაც მოიტაცეს და ჩამოიყვანეს
რავი, კიდევ ისა რა ქვია, რამიშვილი ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ამ ქვეყანაში პარიზში მიდიოდა თურმე იარაღით, რომელიც ედო ზურგჩანთაში, ეს სია გრძელია და ამ ქვეყანას რატო უნდა გაუგრძელოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირმა? აი ლოგიკა ამიხსენებს. ყველაფერს რო თავი დავანებოთ. გასაგებია, რომ ევროკავშირს არ უნდა რომ ქართველი ხალხი დასაჯოს. ან ნუ მინიმუმ ის ხალხი, რომელიც იბრძვის დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის. გასაგებია, მაგრამ კონტრაქტი ევროკავშირის ქართულ ხალხთან ხომ არა აქვს. მას აქვს სახელმწიფოსთან და ეს სახელმწიფო კლასიკური გაგებით სახელმწიფო აღარ არის. საქართველოს დღეს სამწუხაროდ აღარ არის კლასიკური გაგებით სახელმწიფო, მით უმეტეს დემოკრატიული სახელმწიფო. საქართველოს დღეს არის ივანიშვილის ხელში რეპრესიის მექანიზმი. და ამ ტიპის სახელმწიფოსთან უვიზო მიმოსვლა რანაირად შეიძლება გაგრძელდეს დიდი ხნის განმავლობაში? არგუმენტი იცი რომ მაგრამ ვენესუელასთან აქვს, არაბეთთან, გაერთიანებულ ემირატებთან აქვს, ხო ვენესუელა რა დემოკრატიული ქვეყანაა, მაშინ იმასთან რატო აქვს? ხო, აქ ამას მარტივი ახსნა აქვს და არაერთხელ მithქვამ სხვადასხვა ეთერში, რომ ორი სხვადასხვა საკითხია. ჯერ ერთი ევროკავშირს აქვს სხვადასხვა სავიზო პოლიტიკა ევროპაში და ევროპის მიღმა. საქართველოს ევროპაშია, ვენესუელა სამხრეთ ამერიკაში. შესაბამისად, ეს ორი ქვეყანა სხვადასხვა საზომით იზომება. ასე ვთქვათ, რაც შეიძლება და მათ ევროკავშირის წევრობა არ უნდათ, ხო? ეხლა ეგ მეორე საკითხია. ამ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, საქართველოს არის ევროპაში კავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. შესაბამისად, საქართველოსთან მიმართებაში აბსოლუტურად სხვა მოთხოვნებია. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, ივანიშვილს დაუწესებენ თუ არა ტარგეტირებულ სანქციებს და მიუხედავად იმისა, ხვალდაზე რა მოხდება აი ამ მიმართულებით, უვიზო მიმოსვლის გაჩერებას ჩვენ მაინც ვერ ავწდებით თუ საქართველოს გააგრძელებს იმ ტიპის სახელმწიფო ყოფნას, როგორც არის დღეს. ეს არის აი 2x2 4, აი ჯამი ჭურჭელიაო, ანუ იმ ხალხისთვის, ვისაც აზრის გამოტანა უჭირს საუბრიდან, აი მარტივი ამბავია, თითი, თათი, ხო, ჯამი ჭურჭელია, საქართველოს აღარ ექნება უვიზო მიმოსვლა, თუ ივანიშვილი იქნება ერთპიროვნული მმართველი. აი როგორ აი ესეთი მარტივად შეგვიძლია ეს ამბავი აქვს. სახელმწიფო ამბობს, რომ ჩვენი ჩამოგდება უნდა deep states ევროკავშირის ხელით და ამიტომ აგვართმევს, რომ ხალხი აჯანყდეს, გაბრაზდეს და ანუ გვაშანტაჟებს ამით. ეს არის შანტაჟის იარაღი მათ ხელში. შანტაჟის იარაღი და შანტაჟი რო დომოდათ, ამას 2 წლის წინ გააკეთებდნენ და ეგ მართლა მოხდებოდა. იმიტომ რომ არჩევნების წინ მაგალითად. აი მე ჩემი აზრით ლოგიკური იქნებოდა ევროკავშირის მხრიდან, როდესაც აი პირველი რუსული კანონი მიიღო ივანიშვილის მაშინ შეიძლება რეჟიმი არ გვეწოდებინა, მაგრამ არჩევნებამდე იყო ეს ამბავი და აი ამ ხელა გამოსვლების შემდეგ, აი ამდენი, ასე ვთქვათ, ასეთი წინააღმდეგობის შემდეგ, როდესაც ხელისუფლება იღებს კანონს, რომელსაც ამდენი ადამიანი ეწინააღმდეგება და ამდენი ქვეყანა ეწინააღმდეგება შენი პარტნიორი. ეს არის ძალიან ცხადი სიგნალი, რომ ეს ქვეყანა უკვე აღარ მიდის დემოკრატიისკენ და მიდის ავტორიტარიზმისკენ. აი მაშინ ევროკავშირს რო გაეუქმებინა უვიზო მიმოსვლა, ან გნებავთ ამ ტიპის წერილი გამოეგზავნა, როგორც ახლა მივიღეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მაშინ იმ განაცხადს ბევრად უფრო მძიმე შედეგები მოყვებოდა. და დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ადგილას ვიქნებოდით დღეს ისტორიის, მაგრამ როგორც წესი ევროკავშირი აგვიანებს ასეთ ნაბიჯებს, დაგვიანებულია უკვე ეს ნაბიჯი, რომელიც ადგილობრივი არჩევნების წინ დაშანტაჟების აზრი რა არის? ნახევარი ოპოზიცია მონაწილეობას არიღებს ამ არჩევნებში და მარტივად მოიგებს ხო ხა ხელისუფლება. რა რანაირად უნდა დააშანტაჟოს? მით უმეტეს, ანუ ევროკავშირი ამ არჩევნების საპარლამენტო რეზოლუცია უკვე გვეუბნება იმას, რომ ის არ აღიარებს ამას უკვე ლეგიტიმურას, როდესაც ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა ციხეშია, იქ გინდა მიიღოს ვიღაცა მონაწილეობა და გინდა არ მიიღოს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ვერანაირად ვერ იქნება არჩევნები ლეგიტიმური, როდესაც რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტების დიდი უმრავლესობა არის ციხეში. ანუ გამორიცხული ამბავი არის, ხა გახარიას პარტიამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და უნდა არა ან ლელო. ეს ვერაფერს ვერ შეცვლის ამ მხრივ. ამიტომ აბსოლუტურად გეთანხმები იმაში, რომ რაღაცა შანტაჟი ვითომ ადგილობრივი არჩევნების წინ
არაფერ ლოგიკურ ამბავში არ ჯდება და კიდევ ერთხელ ეს არ არის შანტაჟი. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც დადგა იმის გამო კი არა, რომ ვითომ აქ ითხოვენ, რომ კაცი არ იყოს და ხალი არ იყოს, ან ვითომ საქართველოს სადღაც ომში ითრევენ. არა, უბრალოდ იმიტომ, რომ ადამიანები უმიზეზოდ ცხედან ციხეში. იმიტომ, რომ პარლამენტი აქვს საქართველოს, სადაც მხოლოდ ერთი პარტია არის. იმიტომ, რომ ადამიანებს დავასრულებ, ბოდიში. იმიტომ, რომ ადამიანებს კლავენ. ან თავს აკვლევინებენ, იმიტომ რომ ადამიანებს იტაცებენ, იმიტომ რომ ადამიანებს ქონებას ართმევენ უკანონოდ. ადამიანებს კლავენ, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილთან ბიტკოინები არ მიაქვთ. ამის გამო გვიჩერებენ უვიზო მიმოსვლას და არა იმის გამო, რომ ვინმე აქ ომში ჩართვას გთხოვს თუ კაცების ქალად გადაკეთებას გთხოვს და აუცილებლად მინდა ამაზე რა ერთი რამე დავამატო. ამაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებმაც განათლება მიიღეს იგივე ევროკავშირში. პაპუაშვილს გულისხმობ და კობახიძეს გულისხმობ. კობახიძე მინიმუმ 10 წელი გაატარა გერმანიაში, დიუსელდორფის უნივერსიტეტში. მან დაიცვა ბაკალავრის ხარისხი, მაგისტრის ხარისხი და დოქტორის ხარისხი. ნუ ჯამში ამას გერმანულ სისტემაში რო შეხედავ 10 წელი ჭირდება დაახლოებით. 10 წლის განმავლობაში გერმანელმა პენსიონერმა იხადა კობახიძის სწავლის ფული. და ეს კობახიძე ხო დღეს მოდის და იგივე გერმანიის ელჩს პაპუაშვილის ანალოგიურია ზუსტად პაპუაშვილმაც ან მაგისტრის ხარისხი და დოქტორის ხარისხი დაიცვა ზაარლანდის უნივერსიტეტში ხო შესაბამისად ეს არის ასობით 1000 евро რომელიც გერმანელმა გადასახადის გადამხდელმა გადაუხადა მას ახლა უყურეთ რას აკეთებენ მათ ყველაზე კარგად იციან რომ ეს კაცია და ხალია და ომში ითრევს და რაღაცა არის ჩვეულებრივი სისულელე მაგრამ აი ამ პროპაგანდას იყენებს იმისთვის რომ ძალაუფლება შეუნარჩუნოს ივანიშვილს ეხლა ამაზე მეტი უნამუსობა რა შეიძლება იყოს და იგივე აი ქართული ოცნების ამომრჩევლს მინდა უთხრა რომ იქნება კობახიძე უკვე გადაკეთებულია ქალაქ. ჩვენ რა ვიცი 10 წელი ცხოვრობდა გერმანიაში. შეხედავ თმას შეხედავ, ნახდათ ქალს გავს. სახეზე შეხედავ, რაღაცა ზედმეტად თეთრია. ხო, აი რა ვიცი. ესე ვიცი, აბა ეხლა. ხო, ხუმრობა გასაგებია, მაგრამ ესენი რას ამბობენ, იცი რომ ადრე ქონდა ევროპას ღირებულებები და ეხლა აღარ აქვს. ეხლა საბჭოთა კავშირად ნახეთ, პაპუაშვილი ციტატას დავიტყვა, საბჭოთა კავშირას ადარებენ უკვე, ხო? პაპუაშვილი ამბობს რომ შუმანი, ვინც დიაც იყო, ხო, ერთ-ერთი ამ ევროკავშირის ჩამოყალიბება, შუმანი ალბათ საფლავში ტრიალებს, როდესაც ხედავს რა ემართება ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკური ელიტის ხელში, ხედავთ ბრიუსელის სვლას საბჭოთა კავშირისკენ. ან მაშინ კარგი იყო, მაგრამ ეგეც ხო ეხა ღირებულებები დაკარგესო ევროპული ღირებულებები რა ქვია თან კობახიძემ მაგას დაამატა რომ თურმე გაერთიანებულ სამეფოს და ევროკავშირში ანუ დიდი სისწრაფით დემოკრატიის უკუსვლა ხდება ხო ანუ კიდევ ერთხელ ეს არის სწორედ უნამუსობა ეს არის ყველაფერზე ხელის აღება შენ რომ ანუ ადამიანს როდესაც აღარ აქვს უკვე ადამიანური სახის შენარჩუნების საშუალება და სრულად არის დამორჩინებული ერთი კაცის დიქტატს, მერე უწევს ესეთი რაღაცეების თქმა. საკუთარ წარსულზე უარის თქმა უწევს სინამდვილეში. კობახიძეც და პაპუაშვილიც აი საკუთარ იმ განულილ წარსულზე ამბობენ უარს, ხო? და ეს პირველ რიგში სიგნალი უნდა იყოს ქართული ოცნების ამომრჩევლისთვის თუ მხარდამჭერისთვის თუ კიდე არის ასეთი ადამიანი დარჩენილი, ხო? რა დონის ასე ვთქვათ უნამუსობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ამ ტიპის რიტორიკაზე და ამ ტიპის დეზინფორმაციაზე გადადის იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომელმაც მას ამდენი რამე მისცეს. ხო? ანუ უბრალოდ აი ამაზე მეტი რაღა უნდა ითქვას, ან რაღა უნდა გააკეთდეს, ხო? და კიდევ ერთ ვიტყვი, შეიძლება ძალიან კონტროვერსიულია, მაგრამ ივანიშვილმა მოახდინა მის გარშემო მყოფი ადამიანების დეჰუმანიზაცია. ანუ ადამიანური საწყისი გამოაცალა მათ. აი ძველ რომში და ძველ საბერძნეთში მონებს ადამიანებად არ თვლიდნენ ის ხალხი. იცით რატომ? იმიტომ რომ მათ თავისუფლება არ ჰქონდათ. საკუთარი ცხოვრების და საკუთარი, ასე ვთქვათ, ნების განკარგვის საშუალება არ ჰქონდათ. შესაბამისად რომაელებს მიაჩნდათ, რომ მონებს არც ისინი ადამიანები არ იყვნენ და მათ სული არ ჰქონდათ. შესაბამისად ექცეოდნენ როგორც ცხოველებს დაახლოებით. ანუ ზუსტად აი ესეთი ივანიშვილის ზოოპარკთან გვაქვს ახლა საქმე, ამ ადამიანებმა დაკარგეს ადამიანური საწყისი, ჰუმანურობა რა. ანუ როგორც აი
თუ შევხედავთ მათ გადადგმულ ნაბიჯებს, თუ როგორ ექცევიან საკუთარ თანამოქალაქეებს, ეს არის პირველი ნიშანი, რომ მათ ჰუმანურობა დაკარგეს და მეორე მათ დაკარგეს ადამიანური საწყისი ქმნადობა. ხო, ანუ ღმერთმა თავის ხატად რატო გააჩინა ადამიანი? იმიტომ რომ ღმერთმა თქვა, რომ ეს ადამიანიც ჩემნაირია. ანუ ის დაიწყებს, ის თავისუფალი იქნება და ის შექმნის რაღაც ახალს. და შესაბამისად კობახიძეებს და პაპუაშვილებს და ივანიშვილის გარემოცვას წართმეული აქვს ეს ადამიანური საწყისი. სხვანაირად როგორ შეიძლება ისეთი მონდომებით ბაშუებიან ასრულებენ ზოგჯერ მგონია რომ უკვე ჯერათ ამ ყველაფერს რასაც ამობენ ხო არ ვიცი ხო პაპუაშვილს გაიუბევრა ბრიუსელი გვეუბნება რომ ავყვეთ სრულ იდეოლოგიას და თქვათ რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი და ქალი შეიძლება გახდეს კაცი ეს იგივეა ბრიუსელს მოეთხოვა გვეღერებინა რომ დედამიწა არის ბრტყელი და მე ამას მოაბეს რომ აი ჯორდან ანუ წავი ისიც გაუხსენეს ევროპას რომ ხალხს წვავდითო თქვენ შუა საუკუნეებშია ხა ველოდები ამერიკას როდის გაუხსენებენ ინდიელები ახდახოცეთო ხო ჯორდანო ბრუნო როგორც დაწვესო ისე რაღაც აშუაში იყო არ ვიცი ჯორდანო ბრუნო მაგრამ საუბრობდოთ იმიტომ ახსენეს ჯორდანო ბრუნო რომ ხალხ შეეხსენებინათ რომ აი ევროპა საიდან მოდის რაცუდია ხალხს წვავდნენ ასე შემდეგ ამ ქალი და კაცის თემაზე მინდა კიდევ ერთხელ ვილაპარაკოთ ანუ ის მოთხოვნა რაც უყენია წამოაყენა ევროკავშირმა უფლებების დაცვის თვალსაზრისით სადმე რამეს გულისხმობს ეგეთე რამეს რომ შენ უნდა მისე უფლება რომ ადგეს და ქალი დაირქვას კაცმა ან უნდა მისე ქორწინების უფლება ქორწინებაც ახსენა ხო ბატონმა კობახიძე მე როგორც ვიცი ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში საერთოდ არ არის დაშვებული ერთხესიანთა ქორწინება ჩვენ რატომ მოგთხოვენ არ გთხოვენ და კიდევ ერთხელ ვამბობ ეს არის მითი ლეგენდა ეს არის პროპაგანდა ჩვეულებრივი ტყუილია ევროკავშირი საქართველოსგან არ ითხოვს იმას რომ დაუშვას ან ერთსქესიანთა ქორწინება ან სქესის შეცვლა ესე მარტივად ან თუ როგორც არის ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდა გამიზნული იქითკენ რომ შეაშინონ ადამიანები ადამიანს ყველაფერი უცხოსი ეშინია განსაკუთრებით გაუნათლებელ ადამიანს შესაბამისად კობახიძემ განათლება მიიღო გერმანიაში და ამის საშუალებით ეხლა ცდილობს რომ მოატყუოს გაუნათლებელი ადამიანი რა ვინ და კობახიძემ ყველაზე კარგად იცის იმ 10 წლიანი გერმანული ცხოვრების შედეგად რომ ევროპულ ქვეყნებში განსხვავებულია ეს ყველაფერი და ევროკავშირის კომპეტენცია საერთოდ არ არის ან გეი ქორწინება ეს არის ეროვნული კომპეტენცია ევროკავშირში ქვეყნები თავად წყვეტენ ერთსქესიანთა ქორწინება იყოს დაშვებული თუ დაუშვებელი და კობახიძემ ეს იკადრა თქვა რომ მოგთხოვენო და მაგას გეუბნები რომ ანუ იცის მაგრამ იტყუება იმიტომ რომ ევროკავშირი ანუ როგორი ამბავია იცი რომ არსებობს ევროპული კომპეტენციები რომლის საშუალებითაც ევროკავშირი არეგულირებს რაღაცებს წევრ ქვეყნებში და არის ეროვნული კომპეტენციები როდესაც ქვეყნები თვითონ არეგულირებენ თავის საკითხებს ევროკავშირი ყველაფერს არ არეგულირებს სინამდვილეში ძალიან ცოტა რამეს არეგულირებს უმეტეს რაღაცას ევროკავშირის წევრი ქვეყნები თავად არეგულირებენ ერთსქესიანთა ქორწინება სწორედ ის საკითხია რომელიც არ განეკუთვნება ევროპულ კომპეტენციას და განეკუთვნება ეროვნულ კომპეტენციას ხო იმათ ყოველთვის განეკუთვნება რომ ადამიანის უფლებები ისე ანუ ვიღაცას გაუშვება კითხვა რომ მაშინ რატო ითხოვს ამ კანონის გაუქმებას რომ კაიაკალას აქ ოჯახური სიწმინდის და რაღაც პროპაგანდის ეს არ არის ოჯახური სიწმინდის კანონი ეს არის ადამიანის უფლებების შემზღუდველი კანონი და ამიტომ ითხოვს ეს კანონი LGBTQI-ს ადამიანებზე რო არ იყოს და რო იყოს მაგალითად რა ვიცი ებრაელებზე ან სვანეთის უბნელებზე ან ქუთაისლებზე ზუსტად იგივე ლოგიკით მოითხოვდა მის გაუქმებას ხო მაგრამ იმაზრს დაუბრუნდები რომ ანუ გერმანია თავად წყვეტს ერთსქესიანთა ქორწინება იყოს დაშვებული გერმანიაში თუ არა პოლონეთი თავად წყვეტს ლიტვა თავად წყვეტს ბელგია თავად წყვეტს პორტუგალია თავად წყვეტს ზოგან არის დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება ზოგან არ არის დაშვებული და ეს არის ნორმალური საქართველოს შემთხვევაში საქართველოს გადაწყვეტს ამ საკითხს და გადაწყვიტა უკვე მე მგონი არაერთხელ რომ არ არის ამ ქვეყანაში დაშვებული ერთ და იგივე სქესის ადამიანების ქორწინება კარგია ცუდია ეს სხვა საკითხია არ არის დამთავრებული ამბავია ევროკავშირმა რანაირადაც არ უნდა მოითხოვოს
ეს მისი კომპეტენცია არ არის და ვერც მოგთხოვს. სისულელეა ეს. ანუ რატომ მოგთხოვა თავის დროზე ანტიდისკრიმინაციული კანონი და ეხლა რატო ითხოვს ამ კანონის გაუქმებას, ესეც აღხსნას, ხო, როცა ის შენ ქვეყანაში არ არის დაცული უფლებებზე არის საუბარი და მათი შეიძლება დისკრიმინაცია მოხდეს განსხვავებული ადამიანების, ეს იქნება რელიგიური უმცირესობები, ეთნიკური თუ სექსუალური უმცირესობები, ამის ნიადაგზე ევროკავშირში შეიძლება ბევრი ადამიანი წავიდეს და ჩაბარდეს დევნილად. თქვას რომ მე საქართველოში რადგან არ არის მაგალითად სექსუალური უმცირესობების უფლებები დაცული და იქ არის ჩვენდამი დისკრიმინაციული დამოკიდებულება, იქ მე მდევნიან და ჩამიბარე დევნილად. და მარჩინე ასე შემდეგ და ევროკავშირმა თქვა რომ ასეთი რამ რო არ მოხდეს მე რო შევიზოს გაძლებ და თქვენგან არ მომაწყდეს ადამიანების დიდი რაოდენობა რომელიც იტყვის რომ მე გეი ვარ და საქართველოში ჩაგრავენ და ჩვენ ხო გვახსოვს ხშირად იყო ასეთი შემთხვევა რომ ხალხი რომელიც აქ გეებს ცემდნენ მე მიდიოდნენ ევროკავშირში და ეუბნებოდნენ მე გეი ვარო იტყვებოდნენ რა მე გეი ვარო და ტოლვილად ჩამიბარეო და ასეთი რამ მომხდარიყო ამიტომ გითხრეს რომ მიიღეთ საკანონმდებლო ბაზა მაინც მოაწესრიგეთ რომ ჩვენ ეს ადამიანი რომ მოვა ჩემთან და მეტყვის რომ მე გეი ვარ და იქ ჩაგრავე მე ვაჩვენებო ნახე საქართველოში ანტიდისკრიმინაციული კანონი მიღებულია ყველანაირი თქვენი უფლება დაცულია ამიტომ კარგად იყავი ნუ იტყვები რომ ჩაგრავე აი ამისთვის გთხოვს რომ მიიღეთ ეს კანონი ხო ეგ არის მარტივი ჩვეულებრივი პროცედურული ამბავია რომ იქ არ დადგეს ჯარი მე ადამიანების რომ საქართველოში ჩაგრავენ და დევნილად ჩაგვიბარეთ ხო ესეთი ტექნიკურ საკითხის გამო არის ასეთი ამბავი ატეხილი ფანტასტიკურად ახსენე ეგ ამბავი ნამდვილად ეგრეა ოღონდ უფრო ღრმა არის ეგ საკითხი ჩემი აზრით და ერთსქესიანთა ქორწინება და მათი უფლებების დაცვა ორი სხვადასხვა რამეა სხვადასხვა ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებულია და ბევრ ქვეყანაში დაშვებული არ არის მაგრამ მიუხედავად იმისა ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებულია თუ არა ქვეყანაში ყველა ქვეყანაში დაცულია მათი უფლებები ხო ანუ საქართველოც აქ არის რა ზუსტად საქართველო არ უშვებს ერთსქესიანთა ქორწინებას მაგრამ თუ საქართველოს უნდა ევროკავშირთან რაიმე ტიპის ახლო ურთიერთობა აქ ყველა ადამიანის უფლება დაცული უნდა იყოს მარტო ერთსქესიანთა კი არა ყველა და შესაბამისად ევროკავშირი ცდილობს რომ საქართველოში იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონით ყველა ადამიანის უფლება დაიცვას აქ საქართველოში სამწუხაროდ ადამიანის უფლება აღარ არის უკვე დაცული მარტო ერთსქესიანთა ან უმცირესობების კი არა მაგრამ ამას ცდილობს და არა ის რომ მაინდა-მაინც ვიღაცა კონკრეტული ჯგუფის რა თქმა უნდა ყველაზე ნაკლებად და მოწყვლადი ჯგუფების დაცვას ცდილობს ევროკავშირი პირველ რიგში და ეს არის ჰუმანურობა სწორედ ხო ყველაზე სუსტი და მოწყვლადი უნდა დაიცვა იმისათვის რომ ყველაზე ძლიერი დაიცვა შემდეგ ხო ამაზე არის აქ ლაპარაკი რა თქმა უნდა და ეს ორი სხვადასხვა საკითხი არის და ესეც პროპაგანდის თემაა სინამდვილეში და ტვინის გამორეცხვის საშუალებაა რომ ანუ გაამართლოს თავისი ქცევა რომ აი მე ამით ქართველობას ვიცავ, ამით ტრადიციებს ვიცავ, ამით ჩვენ შვილებს ვიცავ. ანუ რეალურად აი ტერორისტობას ვიცავ. ხო, აი მშვიდობას ვიცავ და რა არის ამასთან შედარებით უვიზო მიმოსვლა? მოდი შევწუოთ უვიზო მიმოსვლა, ჩვენ ხო ჩვენი შვილების გადაგვარება არ გვინდა, ჩვენ ხო არ გვინდა რომ ბომბები გვაწვიოთ. ეგზისტენციალური საკითხიო. რიგში დადგები თუ არ დადგებიო, ხო, კობახიძემ თქვა, ეგზისტენციალური საკითხია რომ აქ იყოს სტაბილურობა. ქართველობა და ასე შემდეგ. ეხა რას გავს ეს იცით? აი ტერორისტები რო ბავშვებს და ქალებს რო წინ იფარებენ ხოლმე. რომ რაღაცნაირად თავი დაიცვან ვიღაცის შეტევისგან რა. აი დაახლოებით იგივე ამას რაღაცას აკეთებს ქართული ოცნება, რეალურად შვილებს იფარებს წინ და ამბობს რომ აი ეხლა ჩვენი შვილები თუ არ დავიცვით რაღაცა პროპაგანდისგან, გაირყვნებიან. ხვალდაზე და რა სინამდვილეში ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი სისულელე მათი შვილები სწავლობენ პირველ რიგში ევროკავშირში და ამერიკის შეერთებულ შტატებში აღარ ჩამოვთვლი სახელებს და გვარებს ხო აღარ ჩამოვთვლი სახელებს და გვარებს აი პარლამენტში ხო რამდენია 80 კაცია თუ რაღაცა არის აი იმ 80 ადამიანიდან უმრავლესობის შვილები ან სწავლობს ან ცხოვრობს ან მუშაობს ან რაიმე ფორმით კავშირშია დემოკრატიულ სამყაროსთან, სადაც მათ შორის ერთსქესიანთა ქორწინება არის დაშვებული. თუ ეს ასეთი საშიშია, რატო თავის შვილებს არ მოაშორებენ ევროპას? ხო? აღარ მინდა გავაგრძელო, მაგრამ აი ამაშია თვალთმაქცობა სინამდვილეში. ეს არის ტყუილი. აი ამ თემაზე კითხვა. რამდენად ეგზისტენციალური საკითხია უვიზო მიმოსვლა და ეგზისტენციალური საკითხია.
პირველ რიგში. და რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს უდიდესი სიკეთე, რომელიც ქართულმა ხალხმა მართლა ბრძოლით მოიპოვა, გადავარჩინოთ. ბოდიში გააგრძელე მე რა და მე აი ამ ორ საკითხს ცარიელი დრო როგორ ხდება დაუბრუნდა. ამ თემასთან ჩვენ დასასრულისკენ მივდივართ და მინდა მოვასწრო ყველთა ამ თემასთან დაკავშირებით, როცა საუბრობდა ერეკლე ყობახიძე, მას კითხეს, რომ როგორ არის ეგზისტენციალური საკითხი, მარტო დასასვენებლად ხარ მიდიოდა ხალხი, ქართველების დიდი უმრავლესობა ნაწილი მიდიოდა იქ სამკურნალოდ, ხო? უვიზო მიმოსვლა ნიშნავს, რომ შენ თუ შეგიძლია ყოველგვარი რიგში რაღაცა პროცედურების გარეშე უცებ აიღო ბილეთი გაგფრინდე, მაგალითად საფრანგეთში, სადაც აქვს ძალიან ჰუმანური კანონმდებლობა და იქ ბევრი ჩვენს გეყოლებან ათესავიდან ნაცნობიდან მე მყავს რამდენიმე ნათესავი, რომელიც გავარდნენ საფრანგეთში ბავშვი უპდებოდათ და ჩაბარდნენ დევნილად და როგორც კი ბარდები უფასოდ მკურნალობენ. და ამ შანსს კარგავს ეს ხალხი. ხო, იმიტომ ხა ის ვიზას მას მე ან მისცემდნენ ან არა ვიზა რო ყოფილიყო. და აი ეს რო კითხეს პრემიერ-მინისტრს, პრემიერ-მინისტრმა ის კი არ უთხრა, რომ იცი რა, აი მისი ლოგიკიდან რო გამოვიდეთ რა, ხა ჯერ უნდა ეთქვა, რომ არა ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ ეს უვიზო მიმოსვლა არ დაიგაგოს, მაგრამ დაუშვათ არ უყურებ ამას ეგზისტენციალურ საკითხს. ხო, პრემიერ-მინისტრი ხარ და ამ კითხვაზე უპასუხო უნდა, რომ იცი რა, ჩვენ საქართველოში დავხარჯავთ ფულს და გავაკეთებთ ისე ჯანდაცვას, რომ ხალხს არ ჭირდებოდეს საზღვარგარეთ გაქცევა სამკურნალოდ. ეს კი არ უთხრა. სხვა ქვეყნებიც არისო, კაცო, არაკავშირის მიიღო და იქ წავიდნენ იმკურნალოდ. პრემიერ-მინისტრი ამას ამბობს. აი სხვა ქვეყნებში რა იგულისხმებათ, ხო, თურქეთი დაუშვა. მაგრამ თურქეთში 20 მირიჯდება ხალხის კურნალობა, სახლი უნდა გაყიდო, რომ იმკურნალობა, საფრანგეთში უფასოდ კურნალობენ. და ხალხი, ანუ პრემიერ-მინისტრი გეუბნება, რა ხარ მაინტერესებს ახლა შენ სად იმკურნალობ რა, სახლის გაყიდი თუ რაღაცას გაყიდი. სულ არ მაინტერესებს. აქ არ გავაუმჯობესებ ჯანდაცვას, უვიზო რეჟიმის შენარჩუნებაზე არ ვიზუნებ, რომ შენ საფრანგეთში უფასოდ იმკურნალო, ეს არ არის თავარი საკითხია, ჩვენ არაფერი არ შეგვეხოს. ზუსტად და სწორედ ამიტომ არის, არა მხოლოდ ამიტომ, მაგრამ ამიტომ არის უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის და განსაკუთრებით გაჭირვებული ადამიანებისთვის ეგზისტენციალური საკითხი. ხო, აი ჯანდაცვა ახსენე და მე პირადად მონაწილეობდი რამოდენიმე ადამიანის ცხოვრებაში, რომელსაც ჭირდებოდა მსგავსი დახმარება და საფრანგეთში, ბელგიაში, გერმანიაში მივეხმარე ამ ადამიანებს, რომ ის სამედიცინო დახმარება ან შედარებით ნაკლებთან ხათ, ან უფასოდ, ან რაღაცნაირად მიიღოთ, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში აი ამ დახმარების მიღება, სამედიცინო დახმარების შეუძლებელია უბრალოდ. მეცაც გეტყვით, მე მყავს ოჯახის წევრი, რომელიც არის ონკოპაციენტი და ახსენე შენ თურქეთში მკურნალობთ მას. და ზუსტად ვიცი რა თანხებთან და რა ყველაფერთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული რა. ყველას არ აქვს ამის საშუალება. ეხლა მე უბრალოდ რადგან მაქვს ამის საშუალება ვერ წავალ და საფრანგეთში ვერ ჩავარდები, მაგრამ ძალიან ბევრს ამის საშუალება არ აქვს. და ეს მათთვის არის სიკვდილ სიცოცხლის საკითხი. შეიძლება ყობახიძისთვის ეს არ არის პირადად სიკვდილ სიცოცხლის საკითხი, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანისთვის არის. მე ყავს ნათესავი, რომელიც ჩაბარდა, მისი ბავშვი გადაარჩინეს, იქ პატარა ბავშვი ჩავიდა და ჩაბარდა და დღემდე მკურნალობა, იმიტომ იმას სველი სიცოცხლე ჭირდება მკურნალობა და სახლი მისცეს, ასე შემდეგ მკურნალობა. თანამშრომლები ყავს პალიტრაში, რომელიც ასევე თავისი შვილი თურქეთში ვერ უმკურნალეს სხვათა შორის. უთხრეს რომ ჩვენ ვერ გადავარჩენთო და საფრანგეთმა გადაარჩინა თან უფასოდ. თურქეთში ფასიანად ვერ უმკურნალეს და საფრანგეთმა უფასოდ გადაარჩინა. ხო, ახლა ევროკავშირის ჯანდაცვის სისტემა კიდევ უფრო წინ არის ვიდრე თურქეთის. თურქეთიც, ანუ საქართველოსა და თურქეთის ჯანდაცვის სისტემები რო შეადარო, რა ვიცი, აი კოსმოსში არის თურქეთი საქართველოსთან მიმართებაში, ანუ რამოდენიმე სინათლის წლით წინ არის. მაგრამ შეერთებული შტატების რიგი კლინიკები და ევროკავშირის რიგი კლინიკები კიდევ უფრო წინ არის. და აბსოლუტურად მართებულად აღნიშნე, რომ ანუ აი სწორედ ეს მიანიშნებს, რამდენად ჰუმანურია, რამდენად კარგია ევროკავშირის ქვეყნები, როდესაც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ანუ ასობით 1000 ევროს ხარჯავენ იმისთვის, რომ ეს ადამიანები გადაარჩინონ. მაგრამ ჯანდაცვას რო ერთი წუთით თავი დავანებოთ და ჩვეულებრივ ლუკმაპურის მოპოვებაზე დავიდეთ, ხო? საქართველოში უმუშევრობა არის ევროპაში ყველაზე მაღალ ნიშნულზე სამწუხაროდ. ადამიანებს იმიტომ რომ გადარჩნენ და საკუთარი ოჯახი გადაარჩინონ, უწევთ სწორედ აი ეს 90 დღიანი პერიოდების გამოყენება, რომ ჩავიდნენ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში, იმუშაონ იქ და მერე დაბრუნდნენ უკან ვიზა რეჟიმი არ დაარღვიონ და კიდე წავიდნენ. 50,000-ზე მეტი ადამიანია ასეთი, რომელიც აი ამ მიგრირებაშია სინამდვილეში. ამ ადამიანებს ჩაეკეტებათ იმის საშუალება, რომ
ეს ლუკმაპური მოიპოვა. როგორ ფიქრობ? მათთვის ეს ეგზისტენციალური საკითხია. ბოლო კითხვა მექნება, ეს ადამიანები ოცნებას დაუჯერებენ საბოლოო ჯამში თუ ხმას ამოიღებენ და გააპროტესტებენ იმას, რასაც როგორც იქცევა ოცნება დასავლეთთან მიმართებაში და უსწრებს ქვეყანას აი ამ წინსვლის საშუალებას. ხო, მე მინდა იმედი ვიქონიო, რომ ეს ადამიანები, რადგან მათ შეეხოთ პირადად უკვე ეს და შეეხებათ, უფრო აქტიურები იქნებიან პროტესტში, მაგრამ მთავარი აქ მაინც არის ის, რომ მათ უნდა დაინახონ, რომ ამ პროტესტისგან რაღაც გამოვა. ნაწილი საზოგადოებისა, იმიტომ კი არ არის პასიური, რომ მაინდა-მაინც ქართულ ოცნებას მხარს უჭერს, ან მიაჩნია, რომ ოცნება სწორად იქცევა. არა, დიდ ნაწილს უკვე რაღაც სეგმენტისა საზოგადოების დაკარგული აქვს იმედი, რომ პროტესტმა შეიძლება შედეგი მოიტანოს. იმიტომ რომ რეალურად ეს ხალხი გეროთ კობახიძეა დარწმუნებული, რომ რევოლუციას გვიწყობენ. ხო. შენ არ გჯერა ამის და იმას ჯერა. მათ ჯერა რომ რევოლუცია გამოვა, სკეპტიკურად უყურებ, მაგრამ კობახიძე ფიქრობს, რომ გამოვა რევოლუცია. კობახიძის ამის არჯერა, ამას ჩალიჩობს ევროკავშირი. კობახიძე მიცის, რომ რევოლუცია არის საშიში სიტყვა. ადამიანებს ეშინიათ არეულობის, რევოლუციის, ომის და ამიტომ იყენებს ამას, რომ შიში დათესოს საზოგადოებაში. მათ შორის საკუთარ მხარდამჭერებში, თორე ზუსტად, წარმოიდგინეთ მართლა რომ ვინმე რევოლუციას აწყობდეს. მაშინ ეს ადამიანები ციხეში უნდა ისხდნენ დღეს. ვინმე არის რევოლუციის მოწყობისთვის დაჭერილი საქართველოში? არავინ. რო ამბობს კობახიძე რომ 4-ჯერ აწყობდნენ რევოლუციასო, ვინც აწყობდა ის ხალხი სად არის? გაქრა? ხო, რევოლუციის მოწყობა არის ძალიან სერიოზული დანაშაული. გადატრიალება, რომელიც მშვიდობიანი ხა აქცია და ასე შემდეგ, ხო? რომელიც მაშინ უნდა დაესაჯოს. გადატრიალებას აწყობ მაშინ ხო რა თქმა უნდა. ასე რომ რა თქმა უნდა ეს კიდევ ერთი სისულელეა, მაგრამ უყურე რასაც ვამბობდი, რომ ქართული ოცნება მიეჩვია პროტესტის მართვას. მან დაინახა, რომ ეს პროტესტი, ქართული პროტესტი, რომელიც თავისი მასშტაბით ძალიან დიდი იყო განსაკუთრებით, მას არ ქონდა შხამი. აი უშხამო გველს გავდა რაღაცნაირად. რა მიუხედავად იმისა, 100,000 ადამიანი გამოვიდოდა 500,000 თუ 20,000 თუ 10,000, ეს ხალხი არ იყო მზად იმისთვის, რომ ეკბინა ხელისუფლებისთვის ბოლომდე. და შესაბამისად ამის გამო ეს უპირატესობა და სისუსტე ჩათვალა ქართულმა ოცნებამ და შემდეგ უკვე მან უკმინა ადამიანებს, მან დაიჭირა, მან დაიმასქნა, რა ქვია, დაჩაგრა. მან გამოიყენა ძალა ხალხის წინააღმდეგ. ჩემი აზრით ხალხმა უნდა გაიაზროს, რომ იგივე აი 31 აგვისტოს არ უნდა დაელოდოს ხალხი და იმის იმედით, რომ ქართული ოცნება რამეს გააკეთებს, რომ გადაარჩინოს უვიზო მიმოსვლა. პირიქით. შენ ფიქრობ, რომ საბოლოოდ გაგვიუქმდება? არა, მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ასე მოხდეს. და ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად გაუქმდება უვიზო მიმოსვლა. ჩვენ თუ გამოვალთ ძალიან დიდი რაოდენობით, ჩვენ თუ მზად ვიქნებით, რომ ყველაფრის ფასად დავიცვათ ეს მიღწევა, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის, არავინ არაფერს არ გააუქმებს. მაგრამ აი მაგალითად მოგიყვან ევროპაში, სხვადასხვა ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში მიცხოვრია, მისწავლია და დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ ევროპულ ერს მსგავსი რამ რო გაუბედოს ხელისუფლებამ და ჯიბიდან ამოაცალოს ამ დონის და ამ მასშტაბის სიკეთე კი არა. უბრალოდ რა ვიცი 10 ცენტით რო ბენზინი ძვირდება საფრანგეთში, იმის გამო რომ ხელისუფლება გადასახადს წერს, ამის გამო პარიზის ქუჩებში ხდება ის, რაც ჩვენ არაერთხელ გვინახავს. და ჩვენ რო გვინდა რომ ევროპული ერების ოჯახში ვიყოთ, ისიც ჩვენი ვალდებულებაა, რომ ესეთი თავხედობა არ გაუტაროთ. ივანიშვილს არ მიცეთ საშუალება, რომ დიქტატორი გახდეს და როდესაც ასეთ ხელშესახებ სიკეთეს გართმევენ, ამაზე პასუხი უნდა გავცეთ. სწორედ ეს არის ევროპული ერობა და ქართული პროტესტი რამხელაც არ უნდა იყოს. უნდა გარდავქმნათ ევროპულ პროტესტში, იმისათვის, რომ ევროპელებმა დაინახონ, რომ ქართველებს აქვთ შანსი, რომ დაამარცხონ ივანიშვილის დიქტატურა. იმიტომ რომ ეს თუ არ დაინახეს, რა თქმა უნდა ყველაფერი გაუქმდება. თქვენ რა გონიათ, ბელარუსი ხალხი ცუდი ხალხია? იცი რა კარგი ხალხია. ქართველებზე უფრო კანონმორჩილია და ჰუმანურია ბევრი თვალსაზრისით. მაგრამ მათ ყველანაირი ევროპული სიკეთე ან ვერ მიიღეს, ან დაკარგეს. იმიტომ რომ ვერ იცავენ საკუთარ
თავისუფლებას. თუ ქართველები საკუთარ თავისუფლებას ვერ დაიცავენ, ისინი დაკარგავენ ყველაფერს, რომელიც მოდის თავისუფალი სამყაროდან. გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემაში. მადლობა.